25 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. საქართველოში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა მასშტაბური დასუფთავების აქცია მოხალისეობრივი პლატფორმის ტყის მეგობარი ფარგლებში. ფერდობზე სიმბოლურად დაირიგო 5 წიწვოვანი ნერგი და მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც 31 ჰექტარზე ახალი ტყე გაშენდება. ეს იქნება პირველი პრეცედენტი ამ მასშტაბით საქართველოში. ნათია იორდანიშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ უფრო მეტს განხორციელებულ პროექტზე. მოგზაურობთ, მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. 31 ჰექტარი. აი ამ ტერიტორიაზე ტყის გაშენება ნამდვილად მასშტაბური პროექტი არის. როგორ მიმდინარეობს ტერიტორიის დაყოფა და რა ეტაპზე ვართ ახლა? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა გარემოს დამცველს და არა მხოლოდ მიულოცავ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს და დიახ ჯვრის მიმდებარე ფერდობზე ტყის გაშენების პროექტი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების გამო. აქ არ არის მხოლოდ მასშტაბურობა 31 ჰექტარი და 25,000-ზე მეტი ნერგი, ხედა ბუჩქი, ეს ტერიტორია გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორია, კულტურული ისტორიული ლანდშაფტი, ვიცით რომ ჯვარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან უცხაშია და ამ პროექტმა სხვათა შორის მიიღო იუნესკოს ყველაზე დადებითი შეფასება, რაც კი შეიძლება ქონოდა მსგავს პროექტს და არა მხოლოდ თანხმობა, არამედ რეკომენდაცია, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია ავითვის ჯვრის გარშემო და დავაბრუნოთ ისტორიული ტყე, რადგან ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ეს ლანდშაფტი ესეთია, ხო, ესეთი ბუჩქები წარმოდგენილი, მაგრამ ისტორიულად აქ ტყე ყოფილა. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც უნიკალურობას ძენს ამ პროექტს არის ეს, რომ ეს გახლავთ ტყის მეგობრების ტყე. ტყის მეგობარი გახლავთ მოხალისეობრივი პლატფორმა, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით გაფუძნდა 2023 წელს და ეს ტყე შეიქმნება საზოგადოების და კერძო სექტორის მონაწილეობით. მათი დონაციით, მათი ფიზიკური აქტივობებით და ასე შემდეგ. როგორ შეგვიძლია რომ ჩავერთოთ ჩვენ ამ კომპანიებს? ძალიან მარტივად ვებგვერდზე Forest Friends G თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ აირჩიოთ პროექტი, გააკეთოთ დონაცია ან დარეგისტრირდეთ მოხალისედ და მოგივეთ შეტყობინება უკვე ტერიტორიაზე დაგეგმილი აქტივობების შესახებ. სამუშაოები დაიწყება უკვე შემოდგომით, ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, 159 ნაკვეთად გვაქვს დაყოფილი, იმიტომ რომ გარემოს დაცვით და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითაც უნიკალურია ეს პროექტი შეიძლება ითქვას, აქ უნდა მივიღოთ ერთის მხრივ რეკრეაციული დატვირთვის მქონე ტყე, რადგან დედაქალაქთანაც ახლოა და აი ესეთი დატვირთვაც ექნება ამას, ტურისტული ადგილია და მეორეს მხრივ ისეთი ვიზუალით, რომ ყველა სეზონზე იყოს მიმზიდველი, რადგან გზის პირას არის და რა თქმა უნდა სახეობრივი შემადგენლობაც უნდა იყოს ადეკვატური და შესაბამისი კულტურულ, ისტორიულ თუ ბუნებრივ ლანდშაფტთან. წლევანდელი მსოფლიო დღის გზავნილი არის ასეთი, რომ დაამარცხე პლასმასის დაბინძურება. ზოგადად მსოფლიოში ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, ვიცით და რა ვითარება ამ კუთხით საქართველოში? დიახ, გავიზარდეთ თუ არა? გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად აქვს სხვადასხვა თემატიკა, სხვათა შორის მეორეჯერ მიუბრუნდა ამ თემატიკას 2023 წელსაც გახდათ პლასტიკის დაბინძურება. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ამ დღის, თუმცა რადგან მოუბრუნდით ისე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის აქტიური პრობლემა. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში თუ შევადაროთ თუნდაც 5 წლის წინანდელ მდგომარეობას ნამდვილად გახლავთ გაუმჯობესება. ჩვენ ხშირად ვაწყობთ ხოლმე დასუფთავების აქციებს, ხშირად ტყის პირებს, ტყეში ესეთი რეკრეაციული დატვირთვის მქონე ადგილებს ვასუფთავებთ ჩვენს მეგობრებთან და მხარდაჭერებთან ერთად და აშკარად შეიმჩნევა სასიკეთო ტენდენცია, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი და მე მიხარია ხოლმე რომ თქვენი მეშვეობით გვაქვს ხოლმე საშუალება რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას. მოდი კიდევ ერთხელ შეახსენეთ ჩვენი ეთერის საშუალებით. ვიყოთ გარემოსთან და თუ არა ჩვენი ცხოვრების რუტინის შეცვლა, სხვა შემთხვევაში ისეთ შედეგებს ვერ მივიღებთ როგორც საჭირო. და თუ მოგვინდება რომ ჩვენ თქვენთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა დასუფთავებაში, იგივე სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში, როგორ შეიძლება რომ ჩავერთოთ და სად შეიძლება რომ მოვიძიოთ ხოლმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? ეროვნული სატყეო სააგენტო ვავრცელებთ ხოლმე როგორც წესი ღია საჯარო ინფორმაციას სხვადასხვა არხებით, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ტყის მეგობრის გვერდზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მოხალისედ და პერმანენტულად მიიღებთ ჩვენგან როგორც სიახლეების შესახებ. დაუმეგობრდეთ უახლოეს დღეებში. აი მე მინდა რომ თქვენგან ბოლოს საუბრის დასასრულს მოვისმინოთ ძალიან ესეთი მოკლე რჩევები იმისა, როგორ ჩავერთოთ კონკრეტულ პროექტებში კი არა, რა შეგვიძლია ჩვენ ადამიანებს, მოქალაქეებს
ყოველდღიურობაში გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარემოს გავუფრთხილდეთ. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ აი თითოეული ქცევა, თითოეული ჩვენი საყოფაცხოვრებელ მომენტების და ჩვევის შეცვლაც კი შეიძლება დამზოგავი იყოს იმ რესურსების და გარემოს მიმართ, რომელშიც ვცხოვრობთ, ხომ? შევცვალოთ პლასტიკატის ბოთლები, მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებით წყლისთვის თუ სხვა თხევადი ნივთიერებისთვის. როდესაც გარემოში მით უმეტეს ახლა მოდის ცხელი პერიოდი და ზაფხულის პერიოდი გადავადგილდებით და ძალიან გვიყვარს ჰაერზე დასვენება, არ დავაბინძუროთ არა მხოლოდ ბოთლებით და პლასტიკატით, არამედ არანაირი ნარჩენით, რომელიც დაბინძურებასთან ერთად შემდეგ უკვე ხანძრების წარმოშობის წყაროც ხდება. შევეცადოთ, რომ ნარჩენების დაყრის გარდა ფრთხილად ვიყოთ კოცონთან, იმიტომ რომ ესეც აქტიური დასვენების სეზონთან უკავშირდება და დავანთოთ კოცონი მხოლოდ იქ, სადაც ამისი მოწყობილი ადგილი, ან გავითვალისწინოთ. ძალიან მარტივია გვიყვარდეს დედაბუნება და გავუფრთხილდეთ მოძრაობას ყველანაირი შესაძლებლობით, რაც გვექნება. უბრალოდ ჩვენ გვჭირდება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვევაში გადავიდეთ. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა.